სასჯელ აღსრულების დაწესებულება აქვს დრო ნელა გადის, მაგრამ ზუსტად აქ არის დაფიქრების, გადაფასების და საკუთარი თავის შეცვლის ან საკუთარ თავზე მუშაობის ადგილი. ჩვენ დღეს რუსთავის მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიმყოფებით. დილიდან აქ სამუშაო განწყობაა, გეგონება სახელოსნოში ხარ, უფრო სწორად სახელოსნოებში, სადაც უამრავი ადამიანი, თავისუფლება აღკვეთილი ადამიანი მუშაობს. აქ მუშაობენ ხეზე, ტყავზე, ნაჭერზე, ქმნიან ულამაზეს ნივთებს და აქსესუარებს და პენიტენციური დაწესებულება მათ ეხმარებათ, რომ ეს პროდუქცია ციხიდან გარეთ თავისუფლებაზე მოხდეს, კონკურენცია გაუწიოს არაერთ ბრენდს. ციხის მთავარი რა არის, დრო გაიყვარო ნაყოფიერად და არ იყო ისე უბრალოდ რა, რომ აი ციხე და ეს ციხე უფრო დაიმძიმო, ესე რომ ვთქვათ. მე ის ხედვა თუ მქონდა, რასაც ეხა ვაკეთებ, არასოდეს აი არც წარმომედგინა ჩანთის აწყობა და დიზაინის შექმნა და ეგეთი რაღაცები ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომელიც აღმომაჩნდა ის ნიჭიც ამ დაწესებულებაში. მისი ისტორია, უფრო სწორად ბრენდის ისტორია აქ იწყება. გისოსებს მიღმა 5 წლის წინ მოხდა და გაჩნდა უამრავი დრო, რომელსაც მალევე სწავლა მოყვა. ჯერ სასჯელ აღსრულების მიერ ტყავზე ჩატარებული ტრენინგი გაიარა. აქამდე არასდროს ეგონა თუ მსგავს შესაძლებლობებს და ნიჭს ფლობდა. დილასობთ გები ვთქვათ, ვფიქრობთ რა უნდა ავაწოთ, მე ვთათბიროთ, აბა რა გავაკეთოთ, ეს თქო ჯობია თუ ეს გავაკეთოთ. ერთი ვთქვათ ჭრის, ერთი კერავს, ერთი ხრიტავს და ასე შემდეგ რა და ესე გვაქვს დაალაგებული ყველა ჩვენი ფუნქცია გვაქვს განაწილებული. M+ დღეს ჩანთებს, საფულეებს და კამრებს თავაზობს მომხმარებლებს. აქ 7 ადამიანია დასაქმებული. თავისუფლად უწევენ კონკურენციას ნებისმიერ ბრენდს, რომელიც ტყავზე მუშაობს და საქართველოს ბაზარზეა. აქედან ბევრ ბრენდს კონკურენციას უწევთ გარეთ. გვაქვს შემოსავალი, რითაც აქ საკმაოდ კარგად ვართ. დასაქმების გარდა ლევანმა ასწავლა და კიდევ ასწავლის უამრავ ადამიანს. გისოსებს მიღმა ცოტა დრო დარჩა, თუმცა დარჩა საფუძვლიანი გადაწყვეტილება. ახლა ზუსტად იცის, რას გააკეთებს იქ, თავისუფლებაზე. ფუნქცია მაქვს და არ ვარ ესე არავის დამოკიდებული, უფრო და უფრო გარეთ რო გავალ, შემდეგ უფრო და უფრო გამავითარო, ანუ მინდა იმედი მაქვს, რომ ესე იქნება. თავისუფლებამდე უამრავი პატიმარი სწორედ ასე ანაწილებს დროს. თვითონ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლება აღკვეთილები ახალ პროფესიებს დაეუფლენ და დღეს თავად არიან დასაქმებულები. პატიმრები ზრუნავენ გამწვანებაზე, არიან მებაღეები, მუშაობენ სამზარეულოში და საცხობში. არანაირი შეხება არ მქონდა პურთან. ეს 3 თვე, 4 თვეა დავიწყე აქ საცხობში მუშაობა. ძალიან საინტერესოა. რამდენიმე თვეა საცხობში დაიწყო მუშაობა, პურთან მანამდე შეხება არასდროს ჰქონია. 58 წლის ბადრი უკვე 4 წელია ციხეშია და ამ დროის განმავლობაში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა. ახლა ეს საცხობი 3000-ზე მეტი პურით სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებს ამარაგებს. გრაფიკი მისაღებია დღე-გამოშვებით დილიდან 5 საათამდე. ვინც ცოტა უსაქმურად არის, ცოტა უჭირდა ხმა. მე რომ დავსაქმე და ძალიან ბევრი დასაქმებულია ბიჭები. ძალიან კაი პერსპექტიულიც არის პროფესიასაც სწავლობთ. ეს ყველაფერი ფინანსურადაც, თუმცა უფრო ფსიქოლოგიურად ეხმარება პატიმრებს. მათ გისოსებს მიღმა ახალი ფუნქცია შეიძინეს და ასე თითქოს დრო უფრო სწრაფად გადის. იმას რომ გითხრა, რაღაც მომეწონა ეგ სიტუაცია ეს საცხობის. როგორ უნდა გაიყვანო დრო გისოსებს მიღმა ყველაზე ნაყოფიერად. რა თქმა უნდა, სწავლაში. დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში უამრავი პატიმარი სწავლობს, აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და შემდეგ უკვე სხვადასხვა უნივერსიტეტებში იღებენ უმაღლეს განათლებას. ამთავრებენ უნივერსიტეტს და ხშირად მაგისტრანტებიც ხდებიან. წელს 34 ბრალდებულ და მსჯავრდებულ აბიტურიენტს მიეცა საშუალება მიეღო მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში. მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვემზადებოდით, მოვხდით ძალიან კარგ ფაკულტეტზე, გარემოს დაცვის ინჟინერიაზე. სწავლის პროცესი ძალიან საინტერესო არის.
თვითონ პროფესია ძალიან საინტერესოა და ძალიან საჭირო არის თანამედროვე ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ დამეხმარება თავის დამკვიდრებაში და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალის შექმნაში. ციფრული უნივერსიტეტის პროგრამა, რომელიც 2022 წელს დაინერგა, 6 უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებს მოიცავს. ბრალდებულები ესწრებიან ლექციებს ტელეხიდის საშუალებით, ლექტორთან პირდაპირი კომუნიკაციით. ციფრული ფორმით სწავლება სრულად ფინანსდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პროექტმა, რომელიც დამზადებულია საქართველოში უკვე მოიპოვა აღიარება. ვაჟა ჩიტაიშვილის ამბავიც უნდა მოგიყვეთ, რომელიც უკვე მესამე კურსზეა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლობს. თვითგანვითარებისთვის და შემეცნებისთვის აქ მეტი დროა. დაარსებული გარემოდან კონცენტრაციას სწავლაზე აკეთებს. როცა გავთავისუფლდები, მექნება შესაძლებლობა და რაღაც პროფესიული გამოცდილება, თეორიული მაინც, რომ აი ამ სფეროში რაღაც ჩემი სათქმელი თქვა, ჩემი რაღაც საქმე წამოვიწყო და აი ამ ხრივ ძალიან ხელს გვიწყობს პენიტენციური დაწესებულება. ეს ამარტივებს ყველაფერს. ახალი ინფორმაციის მიღება, შემეცნებითი პროცესი, კომუნიკაცია ლექტორებთან და წარმოიდგინეთ, თვითონაც ლექტორია. გარედან გვიგზავნიან ხოლმე სასწავლო მასალებს, ეს ელექტრონულადაც, ბეჭდურადაც, სხვადასხვა პროგრამებს და ამაში ხელს გვიწყობს, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციაც, რომ აი ამ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ამ სფეროში რაღაცა განათლება და განვითარება მივიღოთ. ვებ პროგრამირებას ასწავლის და უკვე არაერთი და წარმატებული სტუდენტი ჰყავდა და არაერთი ამ სფეროში დასაქმდა კიდეც. მოკლედ, ნებისმიერ ადამიანს აქვს სრულყოფილი ცხოვრების უფლება, თუნდაც გისოსებს მიღმა. ამჟამად 5 დაწესებულებაში გვაქვს ციფრული სწავლების მეთოდი, ეს არის როგორც ქალთა დაწესებულება, ასევე დაბალი რისკის დაწესებულებები, არასრულწლოვნები და ვფიქრობთ, რომ მომავალში ყველა დაწესებულებაში გვექნება ციფრული სწავლებისთვის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც და ასევე მსურველი მსჯავრდებულები და ბრალდებულები. ციფრული სწავლების მეთოდი არის სრულიად უფასო და სახელმწიფო ანაზღაურებს აღნიშნული სწავლების მეთოდს და ასევე აღსანიშნავი არის ის გარემოება, რომ აღნიშნული ინოვაცია ევროპის ციხეების ასოციაციამ 2024 წელს ტოპ 3 ინოვაციას შეიყვანა ევროპის მასშტაბით და ჩვენ გადმოგვეცა შესაბამისი ჯილდო და სერტიფიკატი. რაც შეეხება დასაქმების პროგრამებს, ჩვენთან არის მრავალი მიმართულება დასაქმების კუთხით. ანაზღაურება იზრდება მუდმივად და ჩვენ წინა წელს გავაკეთეთ განსხვავებული, ასე ვთქვათ, სარგოები იმ პირებისთვის, რომლებიც დასაქმებულები არიან დიდ დაწესებულებებში, ხოლო შედარებით მოსწავლე დაწესებულებებში სხვა სარგო აქვთ, თუმცა ორივე მიმართულებაზე იყო მატება და მომავალში ვფიქრობ, იქნება კიდევ გაზრდილი ხელფასები დასაქმებული პატრონებისთვის. განათლება და დასაქმება, საკუთარი ბიზნესის წარმოება, ახალი პროფესიების დაუფლება. ეს ის არის, რაც გამოსწორების საშუალებას, უკეთესი მომავლისთვის აძლევს მათ, ვისაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.